ყოველ დილით როცა ვიღვიძებ, ერთი და იგივე კითხვა მაქვს. ვინ ვარ? ყოველთვის მეგონა რომ ჩემი ცხოვრება წინასწარ დაწერილი იყო, მაგრამ ახლა მე ვარ ის, ვინც ჩემს ისტორიებს ქმნის. ისინი ჩემი მეგობრები არიან, ჩემი ოჯახი, ჩემი სამყარო. ჩემი პირველი მეგობარი ლიზია. ის ყოველთვის იქ არის, სადაც სინათლეა. ლიზის ჩემს ოთახში შუქი და სითბო შემოაქვს. მას ყოველთვის უყვარდა ყვავილები. მე მას ყოველ დღე ვხატავ. რადგან მისი ამბავი არის ისტორია, რომელიც არასდროს უნდა დამთავრდეს. ის ჩემი იმედია. და ჩემი მეორე მეგობარი, ის არასდროს ლაპარაკობს. მას სიტყვები არ სჭირდება. მე მას ვხატავ, რადგან მისი სხეული იმას გამოხატავს, რასაც მე ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვამბობ. მისი ამბავი თავისუფლებაზეა. ის ჩემი ემოციაა, რომელიც 4 კედელში არ ეტევა. ჩემი ბოლო მეგობარი კი ის ქაოსს აწესრიგებს. ის სიჩუმეს აზრს ძენს. ის ჩემს ათასობით გახანტულ აზრს ერთ ისტორიად კრავს. ის ჩემი გონებაა, რომელიც ცდილობს ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. მე მას ვხატავ, რადგან ყველა ამბავს სჭირდება ავტორი. ჩემი ცხოვრება ერთ დიდ ტილოს გავს, რომელიც ჩემი წარმოსახვის ფერებითაა შექმნილი. თითოეული ცარიელი ფურცელი ამბავია ჩემს მეგობრებზე, ჩემს სამყაროზე. და ახლა, როცა ყველა ჩემი მეგობარი აქ არის, მე ვგრძნობ, რომ მეც აქ ვარ. ისინი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ჩემს ოთახში, ჩემს გონებაში არსებობენ. მე ჩემსას ვქმნი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ეს ჩემი რეალობაა და თქვენი?